მეგობრებო, ესეთი გასვლა უნდა გაიგეთებთ ახლა. ნახოთ შემდეგი თვე რას მოგიტანთ ცხოვრებაში. შემდეგი თვე ამ შემთხვევაში ვაკეთებ სექტემბრის თვეზე, მაგრამ ვიდეო მოქმედებს, ჩემი ვიდეოების უყველა მოქმედებს მაშინ, როცა ნახულობთ იმ ვიდეოს. ანუ თუ სექტემბრის შემდეგ ნახავთ, მომდევნო თვეს რა მოდის თქვენ ცხოვრებაში. იქნება ასეთი გაშლა. ამ შემთხვევაში ეხლა ვაკეთებთ, მე ვაკეთებ უბრალოდ სექტემბრის თვისთვის. ჩემი ბავშვობის სოფლიდან მოგესალმებით და გიკეთებთ და გიწერთ ამ ვიდეოს საერთო გაშლას. საერთო გაშლა ყოველთვის არეზონირდება, შეგახსენებთ და პირადი გაშლები, ვისაც გსურთ, შეგიძლიათ პირად შემოწეროთ და ყველა დეტალს, ყველა ფასებს, ყველაფერს აბსოლუტურად გაგიგებინებთ პასუხად მე რას და როგორ ვაკეთებ. საერთო გაშლა რაღაც პროცენტს ემთხვევა, რაღაც ნაწილი, რაღაც პროცენტს შეიძლება საერთოდ გვერდი აუაროს და მისთვის არ იყოს. ასევე ძალიან მინდა დამეწეროთ, სად ისვენებთ თქვენ, საიდან ადევნებთ ამ ვიდეოს, როცა მოგივარდებათ რეკომენდაციაში თვალს და როგორი კმაყოფილი ხართ საერთოდ. იმიტომ რომ თქვენი ზაფხულის როგორი კმაყოფილი ხართ, გულისხმობ, როგორ შეძებთ და მოახერხეთ ისე დასვენება, რასაც გეგმავდით, ან ჯერ კიდევ გაქვთ თუ არა შანსები მზემ გამოანათა. რაღაცნაირი იმედის მომცემია, არაფერი არ ხდებათ ყოველად, მზის გამონათებაც კი მინდა გითხრათ. ძალიან დიდი მადლობა ყველა თქვენი თბილი სიტყვებისთვის პირველ რიგში გეტყვით. ეს არის ჩემი ერთადერთი გვერდი, ძველი გვერდი დამბლოკეს, როგორც იცით, გამიტეხეს, ამიტომ იმ გვერდზე პასუხს აღარ ვაგებ, რა თაღლითობები მიმდინარეობს, უბრალოდ ეს გვერდი გამოიწერეთ, ვისაც გსურთ, რომ როცა გავშლებს და ვიდეოებს ავტვირთავ ხოლმე, დააჭიროთ გამოწერას ჩემი გვერდისაც, რომ ინფორმაცია მიიღოთ მაშინვე და უბრალოდ ახალ ცხელ გაშლებს. წავედით, ახლა გავიგოთ ვინ ხართ თქვენ, იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, კონკრეტულად ეს გაშლა თუ არ დაემთხვევა, გადმოდით ჩემ გვერდზე და რამოდენიმე გაშლა მაქვს ახალი ამოქოქვის პროცესში მაქვს ეს გვერდი ახალი შექმნილია, ამიტომ თქვენი მხარდაჭერა მაქსიმალურად ყველა ასპექტში, რასაც გაიმეტებთ, ძალიან დიდი მადლობა წინასწარ. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ 900-ის ემოციებში, ახლა ეს არის ძალიან კარგი ემოციები, ზღვა ემოციები, ანუ ცოტა ეგოისტურ მდგომარეობაში ხართ, რაღაც ნაწილი შემიძლია გითხრათ, რომ პირველ რიგში თქვენ ეგოს და თქვენ ემოციურ ფონს მაქსიმალურად ცდილობთ დაიკმაყოფილოთ, თუ დასვენება არის მაქსიმუმი ჩადოთ თქვენ დასვენებაში, რომ ძალიან დიდხანს გეყოთ ეს ენერგეტიკა და ასე ვთქვათ, რაღაცნაირად გაყვეთ აი სამუშაო პროცესში, სექტემბერი, ოქტომბერი, ზამთრის პროცესში და საერთოდ ეს მუხტი ემოციური დასვენების მიყვებოდეთ იქამდე, რომ გახსენების პროცესშიც კი გემატ